თქვენ თუ ყოფილ ხართ პირველი მსმენელი მისი ნაწარმოების? არა, არასოდეს, იმიტომ რომ პირველი მკითხველი იყო ხოლმე დედაჩემი ყოველთვის და დედაჩემის ხელში გადიოდა ფაქტიურად და მე მეგობრებს ხან რომელ მეგობარს, ხან რომელ მეგობრს გააჩნია პერიოდში ვისთან როგორი ურთიერთობა ქონდა. ჩვენ არა, ჩვენ აი სხვა შორს საკმაოდ დრო გადიოდა ხოლმე მე და ჩემ ძმას გულისხმობ, მე ვკითხულობთ, იმიტომ რომ ჯერ პირველი ნაწარმოებები, მე რო დავიბადე, უკვე პირველი წიგნი გამოვიდა, ანუ 27 წლის იყო და უკვე წიგნი გამოვიდა და ანუ პატარები ვიყავ ძალიან ვერც წავიკითხავდით ფიზიკურად და მერეც რო ვკითხულობდით როგორ იყო, აი რაღაც პერიოდი უნდა გასულიყო, რომ აღმექვა როგორც ნაწარმოები, იმიტომ რომ რასაც წერდა, ის ფაქტიურად იყო ჩვენი ცხოვრება. ანუ ის თამაშდებოდა, აი როგორ გითხრათ, პირდაპირ გაგებით შეიძლება არა, მაგრამ რაღაც ფრაზები, რაღაც ის, აი ძალიან ის იყო ჩემთვის ინტიმური, როგორ ვთქვათ, აი ვერ აღვიქვავდი როგორც ნაწარმოებს, რაღაც პერიოდი მჭირდებოდა, რომ ცოტა სხვანაირი ცხოვრება გქონოდა და ტექსტი წამეკითხა მერე. ეს კითხვა ცოტა ბოლოსკენ გვაქვს ეს კითხვა, მაგრამ ბარემ დავსვათ, რომ ეს გუში და გუში წინ კეჟერაძეებს ჩაუჯიქი კიდევ ერთხელ. პროტოტიპები ყავდათ, არსებობდნენ კეჟერაძეები. იცით რა, აი პირდაპირ არა, არასოდეს, მაგრამ აი ბევრი ადამიანისგან რაღაცები, ეგეო ფრაზები, როგორ ვთქვათ, რაღაცა ის ამასლას მე რო ვკითხულობდი, ესე იგი მე რო დავიბადე, მაშინ დაიწყო წერა. ანუ გავიზარდე სამოსელის წერის 12 წელი წერდა. ანუ ჩემ მთელი გაზრდა დაბადება და ნუ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი 12 წელია, ხო, დაბადებიდან 12 წლამდე. ვიყავი ამ სამოსელის წერის გარემოში და ფრაზები, რაღაცები, იქ მეზობელი რას ლაპარაკობდა, იქ რაღაცა, ყველგან რაღაც ნაცნობი სიტყვები, ფრაზები, რაღაცები, საიდანღაც ყველაფერს იღებ. ნეტა ის საიდან აიღო, ეხლა 12 საათია და ყველაფერი გენიალურად.